გამარჯობა, ეს არის ფერმა და სახლის მორიგი ეპიზოდი სერიიდან აშენე შენით როგორც იცით, ვაშენებ მარტო კარკასულ ხის სახლს და აი ეხლა მივედით გადახურვის ეტაპამდე. როგორც ხედავთ, მოვიტანე სახურავი, ცოტა ახლა წამოიწყო თოვა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამინდით დაგვაცლის იმას, რომ დღეს დავხურო სახლი და რაც შეეხება გადახურვის ეტაპებს. მოგეხსენებათ, ესეთი სამკუთხედი სახურავი გვაქვს, ჩვეულებრივი, ანუ სტანდარტული და როდესაც აქედან და იქიდან აი ამ თუნუქის მასალას დავაკრავთ ჩვენს უკვე აწყობილ კონსტრუქციას, თავში მოგეხსენებათ დარჩება დაახლოებით 10 სანტიმეტრის ზომის ღია ადგილი მთელ სიგრძეზე. ეს ღია ადგილი კარგია რომ გურჩება იმისთვის რომ გახსოვთ ალბათ წინა სერიებში, როდესაც დავარტყით ლარტყა სახურავს, ვახსენეთ რომ საჭიროა დაახლოებით 5 სანტიმეტრიანი შრე იმისთვის რომ ვენტილაცია კონდეს თუნუქს და ზაფხულში თუ ზამთარში არ გაიკეთოს კონდენსატი თუ ორთქლი შიგნით და მომავალში არ შეუქმნას სახლს პრობლემა. თუმცა იმისთვის რომ მომავალში ეს ჩვენი ღია ადგილი არ გახდეს ხელსაყრელი დასაბუდებელი ჩიტებისთვის თუ სხვადასხვა არსებებისთვის, ჩვენ გვჭირდება რომ ამ ადგილას გავაკეთოთ ბადე, რომელიც ხელს შეუწყობს ჰაერის მოძრაობას, თუმცა ხელს შეუშლის სხვადასხვა არსებების იქ დაბუდებას. პირდაპირ ამისთვის გათვლილი ბადე სამწუხაროდ ვერ ვიშოვე, არ ვიცი თუ სადმე პირდაპირ იყიდება საამისოდ გათვლილი ბადე ჩვენს ბაზარზე. შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში თუ კი გინახავთ და ვიყიდე ეგრეთ წოდებული სამღებრო ბადე მეტალის, წვრილი ფრაქციით და ამას დავჭრი დაახლოებით ესეთ 20 სანტიმეტრიან სიგანეზე და მთელ სიგრძეზე გავუშვებ ჩვენ სახურავზე იმისთვის რომ ვიყოთ დაცულები. ანალოგიური დაცვა დაგვჭირდება სახურავის ბოლოებშიც. საამისოდ საბედნიეროდ წებოვანი ლენტი ვიშოვე. მოგვიანებით გაჩვენებთ უკვე როგორ ავაწყობ აი ამ ღარებში ქვემოდან სადაც ამოწეული ადგილებია, აი აქ გავუკეთებთ წებოვან ღრუბელს, რომელიც დაიცავს იგივენაირად ჩვენ სახურავს სხვადასხვა მწერებისა თუ მღრღნელების შეღწევისგან და ასევე ხელს შეუწყობს იმას, რომ იმოძრაოს იქ ჰაერმა. მოკლედ დაველოდებით ახლა იმას, რომ ამიდმა დაგვაცადოს მუშაობა ზემოთ, რომ ფეხმა არის რეალოს, რომ თვალშიც კარგად ვიყურებოდეთ და შემდეგ უკვე დავიწყებთ გადახურვას. მანამდე ასევე გაჩვენებთ აი ასეთ დეტალს. ეს დეტალი აი ესეთი მოღუნვით იქნება საჭირო იმისთვის, რომ აი ამ ადგილას, სადაც ჩვენი სახურავი ეხება უკვე აივნის გადახურვას, ქვემოდან ამოვადოთ იმისთვის, რომ ეს ადგილიც მაქსიმალურად იყოს დაცული ნალექისგან. კი, ექნება დახრა და ასევე ვეცდები რომ ქვემოთ შევაცურო აივნის გადახურვა სახურავის გადახურვას, თუმცა მაინც დამატებითი დაცვა არასდროს არ არის მოკლედ სუდი. ამაზე უკვე გაჩდება მერე კეხი ეგრეთ წოდებული ზოგი რას ეძახის და ზოგი რას. მოკლედ აი ეს არის ჩვენი წებოვანი ღრუბელი, რომელსაც აი ამ ღარებში დაბოლოებაში გავუკეთებთ სახურავს. იმისთვის რომ ბოლოებიდან ჰაერი მოძრაობდეს და პრობლემას არ ქმნიდეს მწერების თუ ფრინველების კუთხით, იმიტომ რომ ძალიან ცუდი იქნება თუ რომელიმე არსება აღმოჩნდება ჩვენ სახურავში და გაიკეთებს ბუდეს. ძალიან კომფორტულად მუშაობს ორი ადამიანი, ერთი ზემოთ თუ იქნება და ერთი ქვემოდან დააშოროპებს.
იდეალურად ესე გაყვებით ბოლომდე თითო ადამიანი. ისე რომ თქვათ მარტო მუშაობა ამ დროს არ არის კარგი და ელემენტარული მოწოდება საჭირო სახურავის ქვემოდან. მეგობრებო, იმის გამო რომ ხშირად შეიძლება მოგვიწიოს ისეთ ადგილას მუშაობა, სადაც ელექტროენერგია შეყვანილი არ გვაქვს, ან შეიძლება არც გვჭირდებოდეს მომავალში, იდეალურია მოკლედ სამუშაოთ აი ეს EcoFlow, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ობიექტის განათებისთვის, ასევე ელექტრო ინსტრუმენტების დასატენად. მოკლედ ძალიან კომფორტულია, ვიყენებ დიდი ხნის მანძილზე და აი ფაქტობრივად არც ეთყობა ხოლმე 5 ნათურაც რომ იყოს შეერთებული, ძლებს ძალიან დიდ ხანს, ასევე დამტენებსაც აქვე ვაერთებ და ფაქტობრივად ის გარემოება რომ ელექტროენერგია არ არის ობიექტზე, საერთოდ აღარ ხდება ხელის შემშლელი და რაც თავარი არის ძალიან კომფორტული გადასაადგილებლად და თავისუფლად შეგვიძლია ავტომობილით და მე ავტომობილიდან ხელით გადავიტანოთ ობიექტიდან ობიექტზე. მოკლედ რეკომენდაციას უწევ EcoFlow-ს, აი ამ მოდელს, რომელიც შევიძინე Copter Tech-ში და მუშაობს ძალიან კომფორტულად და გირჩევთ თქვენს რომ სამუშაოების დაწყებამდე შეიძინოთ ესეთი კომფორტული ნივთები იმისთვის რომ არ შეგეშალოთ ხელი მუშაობის პროცესში და ეს არ იყოს მუშაობის დროში გაწელვის მიზეზი. ავიწყეთ წინაზე, თუმცა მოთოვა და ამის გამო შევაჩერეთ პროცესი და დღეს მეორე ნახევარს და სახურავს დავხურავთ და მანამდე სანამ მოუბნელდება მინდა რომ ეს პროცესი გაჩვენოთ. რაც შეეხება სახურავის დამონტაჟებას და ამისთვის გამოსაყენებელ აქსესუარებს. ეს გახლავთ სახურავის შურუპი, სამშჭვალი, თუ არ ვცდები ქართულად და არის 6 ქიმიანი თვითმჭრელი პირით დაახლოებით 7 სანტიმეტრიანია. ჩვენ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული პროფენილია არა მეტალოგრამიტის ფორმა და აი აქ ამაღლებულ ადგილებში უშვებთ ისე რომ მანამდე რაც გადავარტყით ზემოთ იმ ხევებში ჩაჯდეს. რაც შეეხება ტერმინ რეიკას. რეიკა რა თქმა უნდა ქართული არ არის, რუსული ბარბარიზმია. ქართულად როგორც იცით ლარტყა ქვია, თუმცა დიდად არც ეს სიტყვა არ მომწონს, ამიტომ როგორც იცით რაჭველები ყველაფერს მოფერებით სახელებს ეძახიან ხოლმე და აპატარავებენ და უკას უმატებენ ხოლმე და მოდი ფიცრუკა დაუძახოთ ამის შემდეგ რეიკას. და ის პატარა ფიცრუკები, რომელიც ზემოთ დავარტყით, შეასრულებს ჩვენი სახურავის სამაგრების ფუნქციას. და ასე და ამგვარად უნდა ვიყოთ ფრთხილად, როდესაც ამ შურუპს გავუშვებთ სახურავში, რომ ჩვენი თუნუქი არ დეფორმირდეს და ამიტომ შეგვიძლია რომ ნელი ბრუნით ჩავუჭიროთ ხოლმე, როდესაც მუშაობთ
და დავაკვირდეთ, როდესაც გაიჭიმება თუნუქი და მივხვდებით, რომ მიიტანა პირი ფიცარუკამდე, ესე იგი ყველაფერი რიგზეა და აღარ არის საჭირო დამატებითი გადაჭერა, რომ არ ჩავჭეჭყოთ ჩვენი სახურავი. ამას ჩემი აზრით თქვენც ძალიან მარტივად მივხვდებით პრაქტიკაში, 1-2-ს როგორც კი გავუშვებთ, მივხვდებით შემდეგზე როგორ გაჰყვეთ, ისევე როგორც დაშორებებს დაახლოებით 30-დან 40 სანტიმეტრამდე რომ აიღოთ შურუპებს შორის მანძილი, ისე რომ ერთიანობაში ძალიან ჭიდროთ იყოს შეკრული ჩვენი თუნუქის სახურავი და ქარმა ვერაფერი ვერ დააკლოს. კარგი იქნება რომ არ დავინანოთ აი ეს პატარა აქსესუარები და მთლიანად იყოს სახურავი საიმედოდ დაცული. მოკლედ სახურავი უკვე დასრულდა. როგორც ხედავთ, ზემოთ გადახურულია, ეს შეგახედებთ. და ეხლა უკვე მზადოა რომ აივნის გადახურვა დავიწყო. აივანზე უკვე უნდა დადგეს საწვიმარი ღარები. შესაბამისად ეს წინასწარ უნდა გავამზადოთ. როგორც ხედავთ, უკვე გამზადებულია და მცირედით ყველა დახრილია დაქანების მიმართულებით. კარგი იქნება რომ ეს წინასწარ გაამზადოთ ხოლმე, იმიტომ რომ გადახურვის შემდგომ გაკეთება სანიაღვრე ღარების მერე სირთულეებს ქმნის ხოლმე როგორც წესი. ახლა კი ზომები აღებულია და აი ამ ღარებამდე მოვა სახურავი, ისე რომ წვიმის წყალი პირდაპირ ჩავა ხოლმე უპრობლემოდ ჩვენს ღარებში. მოკლედ ყველაფერი მზად არის იმისთვის რომ აივანი გადაიხუროს, აი ამ ეტაპზე ასე გამოიყურება და ცოტა ხანში ჩვენს აივანს დაამშვენებს ჩრდილი.